ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კავკასიური ტურნე სომხეთში ვიზიტით დაიწყო. უსაფრთხოება მიმდინარე გამოწვევები და რეფორმები ამიერკავკასიაში. ამერიკის პირველი დიპლომატისა და სომხეთის პრეზიდენტის პირისპირ მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო. შეხვედრის დეტალებს მხარეები სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთში შეაჯამებენ. ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფარგლებში ერევანში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაც გაიმართა, რის შემდეგაც ის საქართველოში გამოემგზავრება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრებს სომხეთში მოამბის გადამღების ჯგუფის აშუქებს, რა შეფასებები და განცხადებები კეთდება ერევანში, რატი მუჯირი გვეტყვის მოამბის ეთერში, რატი დაიწყო თუ არა ჰილარი კლინტონის და სომხეთის პრეზიდენტის ერთობლივი ბრიფინგი. სპეციალური ბრიფინგი, რომელსაც უნდა შეეჯამებინა ჰილარი კლინტონის სომხეთში ვიზიტი, რამდენიმე დაახლოებით 9 საათის უნდა დაწყებული იყო, თუმცა ის იგენს და რამდენად ცნობილი არის სათუთებში მიმდინარეობს პირისპირ შეხვედრა და ვახშამი, რომელიც იმართება სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარკისიანის სახელით. ამ ვახშამდე კი იყო პირისპირ შეხვედრა, ასევე ჰილარი კლინტონი შეხვდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხოლო რაც შეეხება ერევანში ვიზიტს, კავკასიური ტურნე სწორედ აქედან დაიწყო, დაახლოებით დღეს 4 საათისთვის დაიშვა ჰილარი კლინტონის თვითმფრინავი სომხეთის ერევნის საერთაშორისო აეროპორტში. რაც შეეხება ანალიტიკოსებს, რა თქმა უნდა ძალიან დიდი იყო მოლოდინი ჰილარი კლინტონის ვიზიტის და ისინი აღნიშნავენ, რომ მთავარი თემები, რომელზეც საუბარი შედგა ერევანში, იყო უსაფრთხოების საკითხები და რეგიონის მასშტაბით საარჩევნო წელი, რადგან ამ წელს სამივე ქვეყანაში საუბარი არის სომხეთზე, საქართველოსა და აზერბაიჯანზე არის არჩევნები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები და როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ყველა ქვეყნისთვის განსხვავებული მიდგომა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების საკითხების მიმართ. ამდენადაც თუ აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის შეიძლება ეს იყოს მთიანი ყარაბაღის პრობლემა და ირანიდან მომდინარე საფრთხე, საქართველოსთვის ეს არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და რუსეთის გამო შექმნილი არასტაბილური გარემო რეგიონში. არც ომი და არც მშვიდობა ახლა ასეთი სიტუაცია რეგიონში და ეს შეერთებულ შტატებში კარგად იციან. სწორედ ამიტომ უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი უმთავრესი თემა. მთიანი ყარაბაღი და იქ მიმდინარე მოვლენები, სადაც თითქმის ყოველდღე ეგრეთ წოდებულ მშვიდობიანობის პერიოდში ადამიანები იხოცებიან. რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაში ღია საფრთხე და დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია. ბუნებრივია ამერიკას სურს, რომ კავკასიის სახელმწიფოებს, სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ და ამიტომ ყველა ქვეყანაში მთავარი გზავნილი სწორედ ასეთი იქნება. საარჩევნო წელი და უსაფრთხოება. ორი თემა, რომლის გარშემოც ჰილარი კლინტონი კავკასიური ტურნეს დროს ისაუბრებს. დღეს შევხვდი ქალბატონ სახელმწიფო მდივანს და აქცენტები სწორედ რეგიონის უსაფრთხოებაზე გავაკეთე. შეერთებული შტატები გრავიტაციის ცენტრად კავკასიაში სწორედ საქართველოს მიიჩნევს და მის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები და პასუხისმგებლობაც აქვს. სწორედ ამიტომ მოსალოდნელია, რომ ბათუმში ყოფნისას ძლიერი მესიჯები გაჟღერდება, რომელიც შეიძლება ჩიკაგოს სამიტის გამოძახილიც იყოს. უსაფრთხოების საკითხები იქნება ხაზგასმული თემა ჰილარი კლინტონის კავკასიური ვიზიტის ფარგლებში, მაგრამ ყველაზე საინტერესო იქნება განსხვავებული თემები კავკასიის სამივე ქვეყნისთვის. მაგალითად, საქართველოსთვის ეს იქნება რუსული საფრთხე და ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას რუსული აგრესიის გამო. გარდა ამისა, ჩიკაგოს სამიტი ახლახანს იყო და მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაც ნატოში განიხილეს საქართველოსთან მიმართებაში. საგულისხმოა ისიც, თუ რა პერიოდი დგას. ახლა არჩევნების წელია, ბუნებრივია ეს იქნება განხილვის კიდევ ერთი თემა. სწორედ ცოტა ხანში დაიწყება შემაჯამებელი ბრიფინგი, რომელიც შეგიძლია 9 საათის წინ დაწყებული იყოს და სადაც სერჟ სარკისიანი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეაჯამებენ კავკასიური ტურნეს ვიზიტის პირველ დღეს. დიდი მადლობა, რატი მუჯირი საუბრობდა ერევნიდან მოამბის ეთერში. ჰილარი კლინტონი ერევნიდან საქართველოში ჩამოვა სახელმწიფო მდივნის დასახვედრად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ყველაფერი მზად არის. მაღალი რანგის სტუმარი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებას, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და რეფორმებს დაეთმობა. ხვალვე კლინტონი ამერიკას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის, რომლის თავმჯდომარეც თავადვე იქნება. დაგეგმილია ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ მოლაპარაკებების რის შემდეგაც მედიისთვის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართება. ჰილარი კლინტონი ბათუმიდან 6 ივნისს ბაქოში გაემგზავრება და ელისო ჯარიაშვილი განავრცობს თემას ბათუმიდან მოამბის პირდაპირ ეთერში. ელისო, უფრო კონკრეტულად, როდისთვის ელოდებიან ჰილარი კლინტონის საქართველოში ჩამოსვლას? 10 საათი არის ის სავარაუდო დრო, როდესაც აქ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება ჰილარი კლინტონის თვითმფრინავი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის საქართველოში ეს მეორე, ხოლო ბათუმში პირველი ვიზიტია. მისი ორდღიანი ვიზიტი არის საკმაოდ საქმიანი და დატვირთული. ოფიციალურ შეხვედრებს ჰილარი კლინტონი დაიწყებს ხვალდილიდან, როდესაც ის გახსნის ამერიკას საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას. ის პრემიერთან ერთად იქნება ამ სხდომის თანათავმჯდომარე. როგორც პოლიტიკოსები და ექსპერტები განმარტავენ, ჰილარი კლინტონის ვიზიტს აქვს არა მხოლოდ
პოლიტიკური არამედ შინაარსობრივი დატვირთვაც, ვინაიდან ყველა დონის შეხვედრაზე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის გახსოვილი საკითხები იქნება თანამშრომლობის ისეთი თემები, როგორც არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ხალხთა შორის ურთიერთობა. სწორედ ეს 4 თემა არის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტით განსაზღვრული. მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონი გახსნის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტის სხდომას, ამის შემდეგ ის აპირებს შეხვდეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს. ამის შემდეგ კი უკვე ჰილარი კლინტონი გაემგზავრება ბათუმის იუსტიციის სახლში, სადაც პირადად გაეცნობა თუ როგორი რეფორმები განახორციელა საქართველოს. სწორედ იუსტიციის სახლში არის დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს უსაფრთხოებას, ვინაიდან შეერთებული შტატები არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების შემდგომი დაღრმავება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებითაც, რაზეც იყო საუბარი პრეზიდენტების შეხვედრის დროს და ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ჩართულობა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში. Შესდგება გაერთიანებული სხდომა ყველა სამუშაო ჯგუფისა, რომლებიც მუშაობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტის ფარგლებში. თუ რამე საკითხი არის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური ან ადამიანების კონტაქტების შესახებ, ყველა ეს საკითხი იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გაუსვა, რომ განხილული იქნება აგრეთვე თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებიც. გარდა იმისა, რომ ამერიკა საქართველოს მხარდან ჭერია და ეს არაერთხელ დადასტურებულა და ეს ვიზიტიც ამას ადასტურებს, ასევე ეს ვიზიტი ხაზს გაუსვამს და უსვამს იმას, რომ საქართველო არის ძალზედ ფასეული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და ამერიკის შეერთებული შტატები არის დაინტერესებული, რომ საქართველო იყოს წარმატებული და სწორედ ეს წარმატებული მაგალითი იყოს რეგიონში სწორედ დემოკრატიის ტრანსფორმაციის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. ჰილარი კლინტონის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ბათუმში უკვე იმყოფება მისი მოადგილე, რომელმაც გამართა შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, იმ ქართულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ძირითადად აკვირდებიან საქართველოში საარჩევნო გარემოს. შესაბამისად, მრგვალი მაგიდის ირგვლივ ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო სწორედ 2012 წლის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, როგორც სამოქალაქო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენთან განაცხადეს მთავარი თემები შეხვედრაზე, რაც მათ დააყენეს იყო ის საკითხები, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. მათი ინფორმაციით ამერიკული მხარე დაპირდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებს განიხილავს. ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილა წინა საარჩევნო პერიოდზე და ვისაუბრეთ ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე საქართველოში. თავად დივნის მოადგილისათვის, როგორც მან განაცხადა, ყველა ის საკითხი, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან ნაცნობი იყო. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ხვალინდელი შეხვედრის დროს. ეს არის მედიის ხელმისაწვდომობის საკითხი, ეს არის ზეწოლისაგან თავისუფალი წინა საარჩევნო გარემო, ეს არის ასე ვთქვათ შრომითი უფლებები. აღნიშნეს, რომ თუ კი საკითხი რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, არ იქნება გადაწყვეტილი არჩევნებამდე და ანუ არ იქნება უზრუნველყოფილი თავისუფალი სამართლიანი კონკურენტული წინა საარჩევნო გარემო, ისინი სამწუხაროდ ვერ ჩათვლიან, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად და რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა გააკეთეს ის არჩევანი, რომელიც მათ უნდოდათ. ჰილარი კლინტონის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში შეაფასეს ამერიკელმა დიპლომატებმა. ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო და ნათელი დადასტურება იმ მხარდაჭერის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართავლენს. ეს ვიზიტი იქნება ნათელი სიგნალი იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ ატარებს. ეს ასახავს ღრმა და მტკიცე პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას შორისაა ჩამოყალიბებული. ასევე ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების განწყობას მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ამ საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, იცხოვრონ მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში. ეს ასევე ადასტურებს იმ პარტნიორობას, რომელიც ამერიკასა და საქართველოს აქვს ქვეყნის ფარგლებს მიღმა. რუბინმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო კოალიციის საქმიანობაში. ჩვენ ვაფასებთ იმ თავგანწირვას და თავდადებას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში ეწევიან. მოხარული ვარ, რომ ისევ ჩამოვედი საქართველოში. ჩემთან ერთად არის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი მაიკლ კოზეფი, რომელიც დემოკრატიის, ადამიანისა და სამუშაო უფლებების განყოფილებას ხელმძღვანელობს. ჩვენ ვემზადებით ჰილარი კლინტონის დასახვედრად. მოხარული ვარ, რომ ხვდებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს,
განვიხილავთ სამოქალაქო აქტივობებსა და პოლიტიკურ ასპექტებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის მნიშვნელოვანი ელემენტი, განსაკუთრებით დინამიური სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის ის რისკენაც მიისწრაფვის საქართველო. ვიმეორებ, ეს არის დემოკრატიული მისწრაფება. სასიამოვნოა, როცა საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ამ მისწრაფებებს და ველით პროდუქტიულ შეხვედრას. დღეს საღამოს ჩამოვა ჰილარი კლინტონი. ხვალ მთელი დღის განმავლობაში მას საკმაოდ დატვირთული დღის განრიგი აქვს. ექნება შეხვედრები მეორე დღეს კი გაემგზავრება. შეხვედრებზე ხელისუფლებასთან, არასამთავრობოებთან და სამოქალაქო სექტორთან საუბარი მრავალ თემაზე იქნება. მე ვერ გამოყოფთი რამდენიმე თემას. ვერ ვიტყვი, რომელი უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, განხილული იქნება საგარეო პოლიტიკური საკითხებიც. ბუნებრივია, ამაზე გამახვილდება ყურადღება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ირანის თემა წამყვანი და ყველაზე აქტუალური თემა იქნება. ჩვენ ჟურნალისტები ვრჩებით აქ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 10 საათისათვის ჰილარი კლინტონის ჩამოფრენას ელოდებიან. დიდი მადლობა ელისო. ეს იყო ელისო ჯარიაშვილი, რომელიც ბათუმის აეროპორტიდან მოამბის პირდაპირ ეთერში საუბრობდა.